წარმოიდგინე, რომ ზიხარ გაპრეზებულ 1500 ფუნტიან მხეცზე. ეს არის მძვინვარე კუნთებისა და რისხვის მასასა, რომლის ერთადერთი მიზანია შენი განადგურება. როდესაც სასტარტო ჭიშკარი ჩრიალით ირება, შენი სამყარო ვიწროვდება მხოლოდ შენზე და შენს ქვემოთ მყოფ ხარზე. მისი ხოველი გამძვინვარებული ხტომა იმუქრება, რომ შენი სხეული დაუნდობელ მიწაზე დაანარცხოს. მაგრად ეჭიდები, როცა ადრენალინი შენს ძარღვებში მიედინება. ხვებში მიედინება. დაიხარე უკან. ძლიერად ამუშავე დეზები. აიძულე რომ დატრიალდეს და მოტრიალდეს, მაგრამ ადგილი მყარად დაიჭირე. ზარი თკბილ მელოდიას უკრავს 8 წამში. თუმცა გონია რომ მარადისობაა, როცა ამ დენთის კასვზე ზიხარ ფეხებს შორის. კიდევ რამდენიმე მძაფრი დართმა ცდილობს შენს გადაგდებას, სანამ გამარჯვებით არ ჩამოხვალ. დაბლა ეშვები და გზიდან გადიხარ, რომ გააცილონ ბაკუნახარი. სიხარული გიმატებს, როცა ქულების დაფა შენს დამსახურებულ ქულებს აჩვენებს. ეს დიდებისათვის გამართული შეჯიბრია, რომელიც ტიტანის სიმტკიცესა და ფოლოდის ნერვებზეა აგებული. სოფლიოს მასშტაბით ხარის მხედრებისთვის, მათ შორის 19 წლის სეთ სალტოსთვის, ეს უბრალოდ ცხოვრებაა. დამღლელი ვარჯიში, მტკივნეული ტრავმები, თვერი და ჭუჭყი, ქობოიების მეგობრობა. სანამ 2023 წელს ერთ საბედისწერო დღეს, როდესაც ბრბოს შეძახილები ჩუმიშიშის ამოსუნთქვებად გადაიქცა. რა დაემართა მიჭიერ ხარის მხედრს იმ ბოლო შემზარავ წამებში. კენთიედის ვარდისფერი თითები იშლება ალბერტას უსასრულო ოქროსფერ მინდვრებზე, როცა სალტოს ფერმა იღვიძებს. დღეს 19 წლის სეთისთვის ჩვეულებრივი შაბათი არ არის. ინდიელთა ეროვნული ფინალური როდეოს საკვალიფიკაციო ღონისძიება დადგა მას შემდეგ, რაც ფერმაში თვეების განმავლობაში შეუჩერებლად ემზადებოდნენ. ბოლო ჯირითი მშობლიურ მიწაზე, სანამ სეთი დეკემბერში ლას-ვეგასში INFR-ის ჩემპიონობის ტიტულის დასაპრობად გაემგზავრება. სეთმა სიამაყით მიიღო თავისი მკვიდრიერის მემკვიდრეობა, როგორც ერმინესკინ კრიისერის წევრმა, რომელიც ალბერტას პროვინციის მასკვაკისიდანაა. მისი მშობლიური ფესვები მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული, როგორც როდეოს საზოგადოებაში აქტიური მონაწილეობით, ისევე როგორც სეთ სალტოს პირადი დენტობაში. სალტომ თავისი გამბედავი ხარისჯირითის უნარები და მტკიცე მიზანდასახულობა განივითარა ოცნებებით, რომ პატივი ეცა თავისი კულტურის გამოცდილი მხედრებისა და როდეოს ჩემპიონების ხანგრძლივი მემკვიდრეობისთვის. მას ჰქონდა ოცნება, გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მკვიდრი წარმოშობის ხარზე ჯირითის ტალანტი, ვინც კი ოდესმე არსებობდა, გამორჩეული ვარსკვლავი თავისი ხალხის შორის. სეთი ასპარეზობებზე ტანსაცმელსა და აღჭურვილობაზე თავისი ტომის ემბლემით გამოდიოდა, როგორც პატივისცემის ნიშნად. ამ დღის ზუსტი დეტალები, სეთის ბოლო გასვამდე, მხოლოდ იმ ადამიანებს აქვთ ცნობილი, ვინც მასთან ერთად იყო თითოეულ მომენტში. მაგრამ იმ კვლევიდან, რაც ამ მამაც თინეიჯერ ქოუბოიზე შევძენი მომეპოვებინა, შემდეგ მოჰყვება სავარაუდო სცენარები, რომლებიც ბოლო გასვამდე განვითარდა. სეთისთვის მომხიბვლელი სურათი, სადაც ის რამდენიმე კვირაში იმ ბრწყინვალე ჩემპიონატის საპრიზო ბალთას იგებს, აჩქარებს მის პულს, როცა იცვამს. მისი საყვარელი country მუსიკა ავსებს ოთახს, სანამ სეთი წარმოიდგენს, როგორ რჩება მყარად და მჭიდროდ ყველაზე მძვინვარე ხარების ზურგზე. მინიძამებში იღებს מחვილგონივრულ გადაწყვეტილებებს, რომლების ჩემპიონებს წარუმატებლებისგან განასხვავებისგან. ეს ოცნება უფრო მკაფიო ხდება 1000 საათის ვარჯიშის და გადატანილი ტრავმების შემდეგ. როდეოს ტურნეზე აქეთ-იქით მარტოდ გავლილი მრავალი მილი, ნორმალური თინეიჯერული სოციალური ცხოვრების მსხვერპლად შეწირვა. მხოლოდ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი. როდეოს უკვდავება გეძახის. და სერი გადაწყვეტს, რომ ბვეს უშიშრად შეხვდეს მას. მისი თავდადება შთააგონებს მის ბაბუას, მარსელს, რომელიც ადრე მოდის, რათა განიხილოს ჯირითის სტრატეგია. სეთის მჭიდრო ურთიერთობა მარსელთან განაპირობა, რომ მას მხოლოდ მამას ეძახის. მარსელი იცის, რომ სეთს განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს ყველაზე მძვინვარე ხარის არჩევისადმი, რათა აღაფრთოვანოს სავსე ტრიბუნები. ის ცდილობს რბილად ურჩიოს სეთს, რომ დღეს უფრო იოლ შეწყვილებებს დასჯერდეს, რადგან ლას-ვეგასი წინ ელოდება. მაგრამ სეთი უბრალოდ თავის დამახასიათებელ ღიმილს აჩვენებს და ფპირდება, რომ მხოლოდ ყველაზე კეთილ და ცოტა უფრო კეთილ მძვინვარე ხარებს აირჩევს. ბავშვობიდანვე მარსელი ცდილობდა სეთი გადაეყვანა ხარებზე ჯირითის საფრთხეებისგან უფრო უსაფრთხო როდეოს სპორტში, მაგალითად თოკით შეჯიბრებებში, მაგრამ ისინი ვერასდროს შეეჯიბრებოდნენ ხარებზე ჯირითს მისი შვილიშვილის გულში ადგილის დასაკავებლად. სეთის ახლო მეგობარი და ჯირითის პარტნიორი ტრიონ საიმონი მალე მოდის, რომ ისინი შეჯიბრების ადგილას წაიყვანოს. ტრიონს შეჯიბრების ნერვიულობისგან მუცელში პეპლები უფრთხილებს, მაგრამ როცა სეთის ლაზერისებრ კონცენტრაციას ამჩნევს, ისიც თავის მხრივ უდარდელობას იჩენს. მათი ძმური კონკურენტული მეტოქეობა წამიერად იჩენს თავს, როცა ტრაიონის სეთს დღეს მისივე 68 ქულიანი გასვლის გადაჭარბებას თავაზობს. სეთი ირონიულად იცინის და ამაღად ამბობს, რომ ყველაზე საშიშ ხარზე რაც კი ტრაიონს უნახავს, 90 ქულასაც კი გადააჭარბებს. კეთილ განწყობილი ხუმრობა ორივე ახალგაზრდას ამშვიდებს. რის გამოც გზაში მოლოდინის მუხტი თავისუფლად ტრიალებს. როცა ტრაიონი თავის მეგობარს იხსენებს, ამბობს, ის ძალიან მხიარული და კეთილი ადამიანი იყო. ყოველთვის ზრუნავდა სხვა ადამიანების გრძნობებზეც. ის ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო. ლეგენდარული ჩინიკის როდეოს მოედანი, სადაც სეთი უკანასკნელად ამოისუნთქავდა.
მდებარეობს თვალსარმტად სტოუნი ნაკოდას First Nations მიწაზე. Calgary's დასავლეთით. ეს წმინდა თომის მიწა კვებავს როგორც მისი მკვიდრი ხალხის სულებს, ასევე ამოწმებს იმ ადამიანების სიმამაცეს, ვინც მის სახელგანთქმულ როდეოს არენაზე ასპარეზობს. დაცვეთილი ხარების გამოსაშვების სადგომები და მარტოხელა ტრიბუნა ჩინიკის მთის ჩრდილშია გაშლილი, რომელიც აღმოსავლეთით მარადიულად აღმართულია. თაობები მხედრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკავენ ალბერტას ფრონტირის ყველაზე ველურ ცხოველებზე ამხედრებით. მათ მიწიდან ქმნიან ლეგენდებს, სანამ თავად არ გახდებიან ამ მიწის თქმულების ნაწილი. გვიანდილით ჩრდილი ეფინება ჩინიკის არენას, როცა გამყიდველები ეზიდებიან მწეվել გრილებს არენის გვერდით, ხოლო მონაწილეები ამოწმებენ თავიანთ ძილისკვას. ბონუს ღონისძიების სოლიდური დამატებითი საპრიზო ფონდი ვპირდება, რომ მიიზიდავს ყველა რეგიონულ ვარსკვლავს. დასეთმა სიხარულით იტვირთა დღეს საკუთარი მოედნის დაცვის ტვირთი. ის სწრაფად ასრულებს ხელის, კისრისა და მაჯის ვარჯიშებს. სეთი წარმოიდგენს, როგორ ასრულებს თითოეულ შესაძლო მოწინააღმდეგე ხარზე იოლ იდეალურად შეთანხმებულ ჯირითს. საჯების, ქულები და არენის ხმები ნელ-ნელა ქრება. მხოლოდ გულის ცემები ისმის, როცა მისი და ხარის პულსი ერთ რიტმში ერთიანდება, რაც გამარჯვებამდე მიჰყავს. ალბათ მისი ყველაზე დიდი გმირი, ლეინ ფროსტი, ასევე გონებაში უტრიალებდა. იმ წამიდან, როცა ახალგაზრდა სეთ სალტომ პირველად იხილა ლეგენდარული ქოუბოი ლეინ ფროსტის ჯირითი, იგრძნო რომ ბედი ეძახდა. ფროსტის თამამის სტილი და თავგადასავლების მოყვარული, დიდი ღონისძიებებისადმი დამოკიდებულება ბავშვობაში სეთის წარმოსახვას იფრობდა, სალტოს ოჯახის ფერმაში გაზრდილს. გვიან ღამეები ფროსტის ლეგენდარული ჯირითებისა და წარმოუდგენელი გადარჩენების ამსახველი, დაბალი ხარისხის VHS კასეტების ყურებაში გადიოდა, როცა მას უზარმაზარი ხარები აგდებდნენ. როდესაც სეთი თავადაც პერსპექტიულ ახალგაზრდა მხედრად ჩამოყალიბდა, ლეინ ფროსტი მისთვის როგორც კუმირი, ისე შთაგონების წყარო გახდა. სეთის საკუთარ ჯირითის ოცნებებს ახალ ძალას აძლევდა. ფროსტის თამამი დევიზი, იცხოვრე ჯირითისთვის, იჯირითე რომ იცოცხლო. გრმად შეეხო უშიშაკ თინეიჯერს. სეთის გონებაში დაიბეჭდა, როგორც პირადი კრედო, რომელსაც მომავალში მიხვებოდა. სალტოს სამახსოვრო ქანდაკებასთან მომლოცველივით მივიდა. Frost's Chain-ის Frontier Days-ის ჩემპიონატის ჯირითის პატივსაცემად. შეიძრა ტრაგიკულმა ფოტოებმა, რომლებიც აღწერდა იმ ტრაუმებს, რომლებმაც ფროსტის გამორჩეული კარიერა და სიცოცხლე ნაადრევად დაასრულა 1999 წელს. დაპირებით, რომ იჯირითებს იმ გამბედაობითა და სიმტკიცით, რაც მის გმირს ახასიათებდა, სალტო ხშირად ესაუბრებოდა ფროსტის მეგობრებს მისი დაუჯერებელი დაბრუნების ჯირითებსა და იმ ქარიზმაზე, რომლის საკუთარ თავშიც გამოვლენას იმედოვნებდა. საშინლად, ბედი მათ ისტორიას გაიმეორებდა. საერთო ტრაგიკული დასასრული, რომელიც თავიანთი ახალგაზრდული ცხოვრების შოკის მონგრელად ადრეულ ეტაპზე დადგა. ტრიბუნები სავსე იყო აღტაცებული მაყურებლებით, რომლებიც სენსაციური სანახაობის მოლოდინში იყვნენ. ქვემოთ, სადგომებსა და გასაშვებ დერეფნებში, ნიჭიერი კოუბოები, როგორიცაა სეთ, ემზადებოდნენ. ნერვები და ადრენალინი აძლიერებდა ჩლიქების ბრახუნს მეტალის კარებზე. სეთი ამ დაძაბულ გარემოებებს არ იყო უცხო, რადგან უკვე რამდენჯერმე ჰქონდა კვალიფიკაცია პრესტიჟულ Indian National Finals Rodeo-ზე. თუმცა ჯერ კიდევ ამომავალი ტალანტი იყო. სეთმა ბოლო 5 წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ მას ჰქონდა სიმტკიცე და უშიშრობა, რომელიც აღემატებოდა მის ასაკს. დაახლოებით საღამოს 5 საათზე. სეთი მიდის ჩუთებისკენ. ის დღის ერთ-ერთი ბოლო ხარზე, ჯირითის ერთ-ერთი ბოლო მონაწილეა. მისი თვალები ძლიერად ანათებს. ის უკვე მთლიანად კონცენტრირებულია პირველ ჩუთში მდგომ 1700 ფუნტიან შავლაქებიან ხარზე, რომელიც ბასრით შლიქებით მიწას თხრის. მსაჯების ზონის მოპირდაპირედ, სეთი თავის ოჯახს უქნევს თავს, რომლებიც არენასთან არიან შეკრებილნი. შემდეგ მტკიცედ უთქვამს ზურგზე თავის ბაბუას. მისი ღიმილი ბოლომდე ვერ ფარავს მკაცრად დაჭიმულ ქბას, რომელიც აჩვენებს, რომ უკვე უნაკლო მომავალ ჯირითს წარმოიდგენს. დაახმარებით, სეთი მტკიცედ აძვრება კუნთებისა და მძვინვარების ბრდღვინავ სატვირთო მატარებელზე, რომელიც ქვემოთ მძვინვარებს. ის ასწორებს თავის აღჭურვილობას. ნიშნავს, რომ მზად არის თეთრი ხარზე ჯდომის თოკით ბრწყინვალეთ, ბაშკაშა მხედრის ჟილეტით, ჩაფხუტი და გაცვეთილი ტყავის ჩაფსები. სეთი უძრავად ზის. ის არის გამბედაობისა და ბიჭური თავდაჯერებულობის ნამდვილი სახე. სწრაფად ანიშნებს ნიკაპით, რომ ჭიშკარი გააღონ. კივილივით ჩრიალა, კარები გაიღო და სეთი გარეთ გამოიჭრა. მოჭიდებული იყო მბრუნავ, ტრიაუმფ ესოვან ჭურვზე. დრო შენელდა, როცა მოქნილი კოუბოი თითეულ ამოხტომას უძლებდა. ხავის ხელთათმანებში თითები გათეთრებული ჰქონდა მბრუნავ მასაზე. მაგრამ ბრძოლის რამდენიმე უსასრულო წამის შემდეგ სეთმა ხელი გაუშვა და მის ქვემოთ მყოფმა მძვინვარე ხარმა ჰაერში აისრო. მხოლოდ რამდენიმე წამში სეთი სამყარო სამუდამოდ დაინგრა. ის მხარმიწაზე დაეცა, მაგრამ მანამდე ხარის რქა მის თავის უკანა ნაწილს დაარტყა. როგორ მისი დამცავი ჩაფხუტი არ გათხდა და ის ნელა გამოვიდა არენიდან, სანამ მიწაზე დაეცემოდა. სეთის ბაბუა მარსელი, სეთის ცხოვრების ტრაგიკულ ბოლოცუთებს ხლება. მას საკმაოდ ძვიერად დაარტყეს, თქვა მარსელმა და დაამატა, რომ მის შვილიშვილს ჩაფხუტი და სხვა დამცავი აღჭურვილობა ეცვა. ის წამოდგა, გამოვიდა არენიდან და ერთ-ერთ თავის ბიძაშვილს უთხრა: "დაურეკე ჩემს ბაბუასო" და შემდეგ დაეცა.
ეს იყო ყველაფერი, ეს იყო ბოლო. ის სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს. ისინი იქიდან ნახევარ მილსაც ვერ გავიდნენ და ის გარდაიცვალა. ჩვენ იქეთ გავიქეცით, მაგრამ ის აღარ იყო. ის აღარ იყო. გონი მთელი როდეო ჩვენთან ერთად იყო. სერის დედამ რეილინმა გულიამფრეველი ამბავი ტელეფონით მიიღო მეგობრისგან, რომელიც ჩინიკის როდეოს ტერიტორიაზე იყო. მან დამირეკა, როცა ის დაეცა და ცდილობდნენ მისი გადარჩენას. თქვა რეილინმა. მერე სიგნალი დავკარგე. შეჯახების შემდეგ სეთი ტერიტორიიდან გაიყვანეს. ორგანიზატორებს ჰყავდათ გამოძახებაზე მყოფი ექიმი, რომელმაც პირველადი დახმარება გაუწია. მალე ამის შემდეგ სასწრაფო დახმარება მოვიდა, რომ იგი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაეყვანათ. ერთ-ერთმა სასწრაფო დახმარების თანამშრომელმა თქვა, რომ მათ მიერ მიღებული ზარი ეხებოდა ტრავმულ თავის დაზიანებას, მაგრამ ტრაგიკულად სასწრაფო დახმარების მანქანაში ეს გადაიქცა გულის გაჩერებად. ამ გულის გაჩერებამ სულ რამდენიმე წუთში სეთ საავტოს სიცოცხლე შეიწირა. მისი 20 წლის იუბილემდე მხოლოდ რამდენიმე თვე რჩებოდა. ქარი, რომელმაც საავტოს სიცოცხლე შეიწირა, ჩრდილოეთ ალბერტაში დაფუძნებული როდეოს ცხოველების მომწოდeblis საკუთრება იყო. ის აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ხარის მხედარი ყოველ ჯერზე, როცა როდეოს არენაზე შედის, საკუთარ თავს საფრთხეში აყენებს. თუმცა კომიტეტის წევრებს არასოდეს წარმოედგინათ, რომ ეს ხარი ასეთ ტრაგიკულ დანაკარგს გამოიწვევდა. დანაშაულის გზნობისა და მწუხარების ტვირთი მძიმეა, მაგრამ ისინი ამის გამო ცხოველს არ ადანაშაულებენ. საბოლოო ჯამში ქარები ისეთივე წვრთნას გადიან სამუშაოს შესასრულებლად, როგორც მათი კოუბოები.